ბევრს გონია, რომ დამუშავების პროცესი არის ძალიან ზედაპირული. ანუ, როდესაც რეკომენდაციას გასცემს ასტროლოგი მაგალითად, პლანეტის დამუშავებასთან დაკავშირებით და საუბარი არის თუნდაც მაგალითად ავიღოთ კონფლიქტურობაზე და როდესაც ასტროლოგი იძახის, რომ უნდა მოერიდოთ კონფლიქტს, ეს არ ნიშნავს პირდაპირ იმას, რომ უბრალოდ არ უნდა შეხვიდეთ კონფლიქტში. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გაიაზროთ, რატომ არ არის საჭირო კონფლიქტი. ანუ თქვენ უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ასტროლოგი ამ რეკომენდაციასთან ერთად გასცემს იგივენაირად, ანუ გააგრძელებს და განავრცობს უფრო ამ თემას, რომ რეალურად კონფლიქტი არ არის გამოსავალი არც ერთი სიტუაციიდან რეალური ეს არის ანარეკლი, ესე ვთქვათ, შენი ნეგატივის და შენ ამ ყველაფერს გარემოს გადასცემ და შესაბამისად გარემოც გადმოგცემს უკან. ანუ რეალურად დამუშავების პროცესი არ ხდება მხოლოდ ზედაპირულად. დამუშავების პროცესი სჭირდება შენი შეხედულების შეცვლა. ანუ შენ უნდა შეცვალო მიდგომა და მიდგომის შეცვლიდან გამომდინარე ცვლი შენ ხასიათს და არ ხდება ისე, რომ უბრალოდ ქცევა შევცვალო და მიდგომა მქონდეს იგივე. ანუ უბრალოდ იგივენაირად ვთვლიდე, რომ არ ვარ მე კონფლიქტური ან რომ საჭიროა პასუხი გავცე ადამიანს მაინც როდესაც მაგალითად შეურაცხყოფას მაყენებს, რომ ვთვლიდე ესე და გარემოში რეალურად ვეცადო რომ თავი შევიკავო. ეს არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ საჭირო არის ეს ყველაფერი იყოს სინქრონში, ესე ვთქვათ. ანუ შენ უნდა მიხვდე, უნდა გაიაზრო ის, რომ კონფლიქტურობა შენთვის არის ცუდი და როდესაც ამას გაიაზრებ, მერე უკვე არ უნდა გადადგა კონფლიქტური ნაბიჯები. და აი ესეთ შემთხვევაში შენ გექნება წინსვლა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ შენ ფიქრობ, რომ რეალურად პასუხი უნდა გავცე და ეს არის სწორი საქციელი და რეალურად მე ვცდილობ, რომ არ გასცე პასუხი, იმიტომ რომ ასტროლოგმა გითხრა უბრალოდ რომ თავი მოარიდე კონფლიქტზე, ანუ შენ რეალურად იქცევი ისე როგორც უნდა მოიქცე, მაგრამ არ გესმის რატომ იქცევი ესე რეალურად არ ეთანხმები შენ საქციელს, შენ თვითონ ამას რა თქმა უნდა სამყარო იგრძნობს ისედაც და შენ ცხოვრებაში მაინც არაფერი არ შეიცვლება. ამიტომაც ხშირად პლანეტის დამუშავების სერვისის შემდეგ, როდესაც ადამიანი ამ ყველაფერზე მუშაობს, ხშირად არის ხოლმე უკავშირი იმაზე, რომ აი მე ვცდილობ ვიყო არაკონფლიქტური, უკონფლიქტო ვიყო, მაგრამ სამყარო მაინც არის კონფლიქტური ჩემთან მიმართებაში. იქნება თუ ხდება ესე, თუ შენ არ გაქვს შეცვლილი დამოკიდებულება კონფლიქტთან მიმართებაში, სამყარო ამ ყველაფერს ხედავს. და შესაბამისად არაფერი შენ ცხოვრებაში არ შეიცვლება და შენ ყოველუბრალოდ ხარჯავ შენ ზალისხმევას. ჯერ უნდა შეიცვალოს მიდგომა, ამას გულისხმობს ზოგადად რუკის დამუშავება, შენ უნდა შეცვალო დამოკიდებულება. კონკრეტულ მოვლენებთან, კონკრეტულ საქმესთან, კონკრეტულ სიტუაციასთან და შესაბამისად უნდა შეიცვალოს შენი ქცევა. მხოლოდ შენი ქცევის შეცვლით არაფერი არ შეიცვლება, ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი შედეგი და შემდეგ ისევ ისე გაგრძელდება ყველაფერი.